თავარ პროკურატურაში დღეს ასევე იმყოფებოდა მეგის ქარდავას ადვოკატი, რომელსაც გაეცნო ის ახალი ეპიზოდი, რომელიც წარედგინა უკვე ბრალად წარედგინა მეგის ქარდავას. საქმე ეხება 2012 წლის ზაფხულს და როგორც ცნობილია დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება თავარ პროკურატურაში. მეგის ქარდავას ადვოკატი აღნიშნავს, რომ ყველა ის ბრალდება, რომელიც დღეს თავარმა პროკურატურამ წარუდგინა ქარდავას, არის აბსურდული და სასაცილო. გათა მასალებიც ახალ ეპიზოდთან დაკავშირებით და ასევე გავეცანი დადგენილებას იმ ბრალდების შესახებ, რაც ზოგადად იყო იმ ინტერვიუში საუბარი. დამუნჯდა მეგის ქარდავას ბრალი, კონკრეტულად თუ რას ეხება და როგორ, მე ვერ მოახერხ ჯერჯერობით მასალების გაცნობა საკმაოდ მოცულობით, თვითონ იმ განცხადებას, რაც მოვისმინეთ ტელევიზიით, ეს არის სასაცილო რა. სწორედ ესეთი რეაქცია ჰქონდა ბატონ მეგის, როცა ესეთი რაღაც მოისმინე, იქიდან გამომდინარე, რომ სრულად აბსურდულია ესეთი რაღაც ბრალდება, თითქოს აფხაზეთთან ვიღაცა გადმოიყვანა და მოიპარა და რაღაც სისულელი რაც იყო საუბარი. მეგის ქარდავას ადვოკატი ასევე ეხმაურება დიმიტრი შაშკინის გუშინ ტელეეთერით გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნავს, რომ ქარდავა თავდაცვის სამინისტრო და შაშკის თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია, ის სამინისტროდან წავიდა სხვა სამსახურში გადასვლის საფუძველით და პირადი განცხადებით. აქედან გამომდინარე, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ამ საკითხთან დაკავშირებით ის ესაუბრა ქარდავას და მან აღნიშნა, რომ რიგი პოლიტიკური ლიდერებისა დღეს პოლიტიკურ ქულებს იწერენ მეგის ქარდავას კრიტიკით. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ქრონიკის მაყურებელს, რომ დღის პირველ ნახევარში თავარ პროკურატურაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის ზაფხულში მეგის ქარდავას დავალებით სამხედრო პოლიციის სამეგრელოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გარკვეული არაკანონიერი ქმედებები ჩაიდინეს, როგორც ხათუნა პაიჭაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნავდა, მათ გალიდან ზუგდიდში გადმოსული მოქალაქე დააკავეს, რომლის ვინაობაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღეს არ დასახელებულა და რომელსაც სთხოვდნენ, რომ ეღიარებინა ბრალი თითქოს ის რუსეთის დავალებით ზუგდიდის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანას ცდილობდა. ქარდავას ბრძანებით ზემოთხსენებული პირები გჩს აიძულებდნენ ეღიარებინა თითქოს რუსების დავალებით ფულის სანაცვლოდ ზუგდიდში უნდა გადმოეტანა ბომბი, რაზედაც მიიღეს კატეგორიული უარი. ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ მეგის ქარდავას დავალებით ხსენებული პირი ავტომანქანით გადმოიყვანეს ზუგდიდიდან თბილისში და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მესამე სართულზე ნომერ 301 ოთახში ხელბორტილებით მიაბეს საწოლზე. მიბმულ გჩს ცემდნენ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. მეგის ქარდავას ბრალი უკვე წარედგინა ამ ახალ ეპიზოდთან დაკავშირებით და მიმართებაში შესაბამისად მას 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.